მოგესალმებით მეგობრებო. იმედია ისმის ჩემი ხმა. დაპირებული ლაივი, რომელიც შეეხება ეზოთერული შემეცნებითი ჯგუფის დაარსებას, დაარსების იდეას. უпростоრეთ ჯგუფი უკვე შექმნილია, მაგრამ ის არ არის გასაჯაროებული ჯერჯერობით ჩემს მიერ. ამ ლაივის დასრულების შემდგომ მე ლინკს კომენტარების ველში დაგიტოვებთ, სადაც ნახავთ ჯგუფის მისამართს და შეძლებთ უკვე თქვენი თხოვნების გამოგზავნას ჯგუფში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, თუ გაგიჩნდებათ ამის სურვილი. ჯგუფში უკვე არიან წევრები, რამდენიმე წევრი უკვე მყავს. არ ვიცი, ჩემთვის ცოტა გაუგებარი მიზეზების გამო რამდენიმე ჩემს მეგობარს გაეგზავნა მოსაწვევები ჯგუფში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თუმცა არ ვიცი, ეს მე პირადად ჩემი ინიციატივა არ ყოფილა, მე მოვიწვიე მეგობრები ღონისძიებასთან დაკავშირებით, ანუ ლაივში გასვლასთან დაკავშირებით, რომ ეს ინფორმაცია გამეჟღერებინა ლაივში საუბრის პროცესში, ანუ დღეს და შემდგომ, ასე ვთქვათ, ვისაც გაუჩნდებოდა სურვილი ამ ინფორმაციის მიღების შემდგომ, ისინი თავად გადაწყვეტდნენ, ეს ჩემი გამომწერები იქნებით თუ მეგობრები, თუ საერთოდ გარეშე პირები, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია იყოს ჯანსაღი ინტერესი ჯგუფის თემატიკასთან მიმართებაში, ჯანსაღი მიდგომები, რა თქმა უნდა, და სურვილი განვითარების, სურვილი სწავლის, აქ საუბარია, რა თქმა უნდა, სულიერ განვითარებაზე, შემეცნებაზე, სულიერ ზრდაზე და ტრანსფორმაციაზე, ხო, პიროვნულ ტრანსფორმაციაზე. მაგრამ ეს მოსაწვევები გაიგზავნა და რამდენიმე, ასე ვთქვათ, მეგობარი სანამ გავერკვეოდი ჯგუფის წესებში, მე თვითონ არის უკვე ამ ჯგუფში, თუმცა ამით არაფერი არ დაშავებულა, პირიქით მიხარია, რომ არის ესეთი ინტერესი. ჩემს ზოგადად საქმიანობასთან მიმართებაში, უბრალოდ პროფილი როგორც ასეთი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოხდეს უფრო მეტი კავშირი, ცოცხალი კავშირი, ცოცხალი ინტერაქცია ადამიანებთან, მათი ენერგეტიკის შეგრძნება, რაღაცა უფრო მიწოდება, თუნდაც ჩემი მხრიდან ცოდნის, ინფორმაციის და ასე შემდეგ. ჯგუფი ამისთვის არის იდეალური მოცემულობა, ფორმატი. მე დიდი ხანი ვფიქრობდი, რომ შემექმნა ეს ჯგუფი, მაგრამ ვიკავებდი თავს, რადგან ჯგუფს სხვა გამოწვევები აქვს კიდე, ხო, უფრო მოცულობითი, მასშტაბური, ვიდრე ვთქვათ, ეს არის პროფილზე საქმიანობა. მეტი პასუხისმგებლობაც არის, მეტი ტვირთიც არის, ამიტომ ვიკავებდი თავს, თუმცა ვფიქრობ, მოვიდა დრო, ნამდვილად, რომ განმეხორციელებინა ეს იდეა და ეს იდეა არის უკვე ხორცშესხმული, იღებს სტარტს, ასე ვთქვათ, ჯგუფის სახით. ჯგუფის არსებობა უკვე დაწყებულია, ხო, დაბადებულია ჯგუფი როგორც ასეთი.
მე თვითონ ჯგუფში უკვე გავაზიარე თუ რა მიზანია ჯგუფის, რა მიზანი აქვს ჯგუფს. და რა იქნება ის კონტენტი, რომელსაც შემოგთავაზებთ ამ ჯგუფში, მე როგორც მისი დამაარსებელი, ფუძემდებელი, თუ შეიძლება ასე ითქვას. ჯგუფის სახელწოდება არის ნუითის სამყაროში. სახელიც რა თქმა უნდა არის ეზოთერული, ოკულტური დატვირთვის და ამ სახელსაც ვისაუბრებ. ეს ჯგუფი თვითონ არის ისეთი ვირტუალური სივრცე, სადაც მე როგორც ჯგუფის ადმინისტრატორი და დამაარსებელი გაგიზიარებთ შემეცნებით ეზოთერულ პოსტებს. მექნება ასევე ვიდეო ჩარტვები, ლაივები, სადაც ჩვენ, ანუ მე და თქვენ ჯგუფის წევრები შევძლებთ ცოცხალ ისეთ ინფორმაციულად დატვირთულ და ნაყოფიერ კომუნიკაციას. რა თქმა უნდა, მე როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი ვუზრუნველყოფ ჯანსაღ ეკოლოგიურად სუფთა და მეგობრულ გარემოს, სადაც ჩვენ ყველანი ერთად შევქმნით ძლიერ ერთობას, სადაც იქნება სწორი ინტერაქცია და კავშირები, როგორც ჩემსა და თქვენ შორის, ასევე ჯგუფის წევრებს შორის. ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად შევეცდები, რომ ჯგუფში არ იყოს, ვთქვათ, ურთიერთშეურაცხყოფა, ბულინგი, დაცინვა და მსგავსი ისეთი ქმედებები, რომლებიც ჯგუფის სახელს დააზიანებენ, ხო? ჯგუფში რაც შემოგთავაზებთ, ახლა ეზოთერული სამყარო ზოგადად არის ძალიან ვრცელი, ხო, ძალიან ბევრ სფეროს მოიცავს და ამიტომ დაგიკონკრეტებთ, ხო, ну, რას მოიცავს ეს ყოველივე. ну, ჩემი მუშაობის სპექტრი, ჩემი ცოდნის სპექტრიდან გამომდინარე, ეს არის ტაროლოგია, ეს არის ნუმეროლოგია, ეს არის ფსიქოლოგიის ისეთი მიმდინარეობა, როგორც არის მეტაფორულ-ასოციაციური ბარათებით მუშაობა და ასევე ენერგეტიკული, პრაქტიკული ისეთი სავარჯიშოები და ენერგეტიკული სამუშაოები, როგორც არის, თქვათ, რას ემსახურება ეს სამუშაოები, მიზანი რა არის, ხო, რომ ადამიანმა გაიწმინდოს აურა, თქვათ, გაწმინდოს თუნდაც სახლის აურა, სამუშაო სივრცე, სადაც მუშაობს ადამიანი და ატარებს თავისი ყოველდღიურობის მნიშვნელოვან საათებს. ასევე თუნდაც სასურველი რესურსების მოზიდვა, ხო, ცხოვრებაში იქნება ეს, თქვათ, ფინანსური რესურსის მოზიდვა, მაგრამ ამავდროულად ამ ყველაფრის გაკეთება პროფესიონალურად, ანუ განგარიშება, ასტროლოგიური რუკით შედგენა, ასევე ნუმეროლოგიური რუკით შედგენა, რამდენად, ანუ ის რასაც თქვენი ითხოვთ, რამდენად თქვენია, რამდენად გეკუთვნით, რამდენად ხომ არ დაარღვევთ სამყაროსეულ ბალანსს. რა თქმა უნდა, ეს პროგნოსტიკა გაკეთდება მანამდე, სანამ ვთქვათ, თქვენ გააკეთებთ ამ ყველაფერს, ხო? თუნდაც ეს სწორი პარტნიორული ურთიერთობის მოზიდვა და ზოგადად ადამიანის ენერგეტიკული გაძლიერება, ხო? ასევე განვათავსებ პერიოდულად ისეთ შემეცნებით პოსტებს, რომლებიც შეეხება ბუნებრივ მინერალებს, ქვებს, ეთერზეთებს, მაგიურ მცენარეებს, რომლებიც აქტიურად გამოიყენება მწვანე მაგიაში, ხო? ეგრეთ წოდებულ სოფლის მაგიაში, თუმცა არა მხოლოდ სოფლის მაგიაში. ზოგადად მაგია რა არის? მაგია ეს არის ადამიანის ურთიერთქმედება, კავშირი ბუნების ძალებთან, ხო, და აი ამ ენერგიების მისთვის სასურველი მიმართულებით წარმართვა. ჯგუფის მიზანი თვითონ არის სულიერად, ფიზიკურად ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნა იმ ადამიანებისთვის, ვისაც აინტერესებს ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრე. გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად, ხო? როგორი ჯანსაღიც არ უნდა იყოს თვითონ ადამიანი, თუ გარემო მას არ უწყობს ხელს, ბუნებრივია
ძალიან რთულია ასეთი ადამიანის ცხოვრება, ხო? უწევს ადამიანს ასეთ დროს თვით გადარჩენაზე ზრუნვა, რომ გადარჩეს, განვითარდეს კი არა, არამედ გადარჩეს. ამიტომ შესაბამისად ჯგუფის მიზანია ისეთი ატმოსფეროს შექმნა, ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ჩვენ ძალიან ისეთ მეგობრულ ვითარებაში განვითარდებით, ვისწავლით, დავაპრაქტიკებთ ბევრ რამეს. და გავიზრდებით სულიერად, მენტალურად, პიროვნულად. გავხდებით ჩვენი თავების უფრო უკეთესი, უფრო ძლიერი და შემეცნებული ვერსიები. რაც შეეხება თვითონ სახელწოდებას, ხო, ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ თვითონ ჩემს არსთან, ზოგადად ჯგუფის მიზანთან, ჯგუფის შინაარსთან, ხო, რა შინაარსის მატარებელიც არის ჯგუფი, ვფიქრობ ეს სახელწოდება არის ძალიან ისეთი ჭიდრო კონტაქტი აქვს ენერგეტიკულ დონეზე ამ სახელწოდებას და რა არის ეს სახელწოდება, ხო, ეს სიტყვა თვითონვით მოდის თელემადან, რომელიც არის ოკულტიზმის ერთ-ერთი მიმართულება, ეს არის ფილოსოფიური, ეზოთერული სწავლება და სულიერი მიმდინარეობა, რომელიც დააფუძნა ინგლისელმა ოკულტისტმა ალისტერ კროულიმ 1904 წელს. ნუ ახლა ეს პრინციპები თელემასი არის წმინდანება, თავისუფლება და ინდივიდუალიზმი და სიყვარული, ხო? ეს კროულის ცნობილი გამონათქვამია, ბევრმა ვიცით, სიყვარული კანონია, ხო? ეს კროულის ცნობილი ფრაზაა. რა არის ზოგადად თელემას მიზანი, ხო? თელემას მიზანი ეს არის საკუთარი ჭეშმარიტ ინების გაცნობიერება, განხორციელება. ანუ თელემა მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანს აქვს არჩევანი გააკეთოს, უფლება და ნება, რომ არჩევანი გააკეთოს თავისი უნიკალური ინდივიდუალიზმის სასარგებლოდ. მთავარია, რომ მან იპოვნოს ეს გზა, გამოარკვევოს თავის თავში ეს არჩევანი და გააკეთოს არჩევანი სწორედ აი ამ თავისი უნიკალური გზის სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, ასევე არის პიროვნული განვითარება და სულიერი გაღვიძება და ინდივიდუალობის პატივისცემა და შინაგანი თავისუფლების მიღწევა. მე მგონი ძალიან პოზიტიური შინაარსის და დატვირთვის მატარებელია ეს ყოველივე. და ჩვენი ეს მოღვაწეობა ზოგადად იმ ადამიანებისა, ვინც სულიერი განვითარებისკენ არის მიზანსწრაფული, სწორედ მიზნად ისახავს აი ამ პრინციპების, რაც ჩამოთვალეს საკუთარ ცხოვრებაში დანერგვას, გადმოტანას და მათ განხორციელებას. და არა მხოლოდ თეორიულ დონეზე ცოდნის ფარგლებში დატოვებას, ხო? რამდენიც არ უნდა იკითხოს ადამიანმა, რამდენიც არ უნდა აი სულ მთელი ბიბლიოთეკები წაიკითხოს, არაფერს არ ექნება აზრი თუ აი ამ ყველაფერს რეალურ მატერიალურ სამყაროში არ გადმოიტანს და არ შეეცდება მათ დაუფლებას პრაქტიკულ დონეზე, ხო? ნუ იცი თვითონ ეს სიტყვა ესე იგი თვითონ თელემას ეზოთერულ სწავლებაშია ეს არის ცისქალღმერთი, ღამის ცისქალღმერთი. და კროული მის აიღო ეგვიპტური ღვთაება ნუტიდან. როგორც აღნიშნა, ნუიტი არის სიმბოლო უსასრულო სივრცის და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის, ის არის დედა ღმერთი, დედა სამყარო, რომელიც ყველაფერს მოიცავს. იგი ნიშნავს სიცოცხლის უსასრულო შესაძლებლობებს, თავისუფლებას და სიყვარულს. ნუიტი ზოგადად ეს არის უსასრულობა, ყველაფერი რაც არსებობს, ან მთლიანი სამყარო, ხო? აი რო წარმოვიდგინოთ, სამყარო კი არა, სამყაროების ერთობა, ერთობლიობა, ხო, კოსმოსი. აი ეს არის ნუიტი. და აი ამ სამყაროში არსებული ქალურობის პრინციპი, ხო? სამყარო პოლარულია, როგორც ადამიანი, ხო? აი როგორც მიკროკოსმოსი და მაკროკოსმოსი ერთმანეთს რო შევადაროთ, ხო? ადამიანი იმეორებს სამყაროს, უბრალოდ დაპატარავებულია. უფრო მასშტაბები მცირე აქვს ადამიანს, რა თქმა უნდა, ხო? ასეა სამყაროში, ანუ პოლარობის კანონი მუშაობს აქაც, ხო?
როგორც ქალი და კაცი ადამიანურ დონეზე, ნუითი როგორც დედა სამყარო, დედა ღმერთი და ჰადითი როგორც ღვთაებრივი კაცი, ხო? განსხვავება მათ შორის ის არის, რომ ნუითი ეს არის მთლიანი სამყარო, მთლიანი სურათი, ასე ვთქვათ. ხოლო ჰადითი არის ის შინაგანი წერტილი, ის ენერგია, რომელიც შობს სიცოცხლეს, ხო, წარმოშობს სიცოცხლეს ნუითში. ანუ ეს ორი ერთად, როდესაც შეერწყმება, ისე როგორც ქალი და მამაკაცი, ვთქვათ, სექსუალური ურთიერთობის დროს, ხო? და იბადება სიცოცხლე ბავშვის სახით, ხო? სწორედ ეს არის ნუითისა და ჰადითის შერწყმა, სიცოცხლის წმინდა ჯადოსნობა, როგორც ამას ალისტერ კროული ასწავლიდა თელემას ფილოსოფიაში. არსებობს კავშირი აი ნუითისა და ჰადითის კავშირი ტაროს სისტემასთანაც. ნუითს ხშირად ადარებენ არკან სამყაროს და არკან ვარსკვლავს. ის გამოხატავს კოსმოსურ სრულყოფილებას, თავისუფლებას, სიყვარულს, მაღალი მიზნებისკენ ლტოლვას, საკუთარი გზის პოვნისკენ მოწოდებას. ხოლო მამაკაცური ენერგია ღმერთი, ასე ვთქვათ, ჰადითი ხშირად უკავშირდება არკან მზეს ან არკან სულელს. ის უკავშირდება შინაგან წერტილს, რომელიც მოძრაობს. ის არის ერთგვარი ძალა, რომელიც გვიბიძგებს, რომ ვიცხოვროთ სავსე ცხოვრებით. სხვა შორის მაგიურ პრაქტიკებშიც გამოიყენება აღნიშნული ენერგიები. ნუითი გამოიყენება ცნობიერების გასაფართოებლად და ისეთ რიტუალებში, ისეთ სავარჯიშოებში, სადაც საჭიროა ცნობიერების გაფართოება, კავშირი კოსმიურ ენერგიებთან, კავშირი მთლიანობასთან და აი ამ სამყაროდან ინფორმაციის მისაღებად, აი ამ კავშირის გასაძლიერებლად, ხედვის გასაძლიერებლად. საერთო არაცნობიერს, ანუ კოლექტიურ ცნობიერს რო დავუკავშიროთ, ესეც შესაძლებელია. ჩვენ ხო ყველანი დაკავშირებული ვართ კოლექტიურ ცნობიერთან და იქიდან ვიღებთ ინფორმაციას, ხო? აი, როდესაც ადამიანი მედიტირებს ამ ენერგიაზე, შესაბამისად, აი ამ საერთო ინფორმაციული ველიდან უფრო იღებს ამ ინფორმაციას. ხოლო ჰადითი ეს არის უფრო შინაგანი ნაპერწკალი, ეს ცეცხლის ენერგია, რომელიც უბიძგებს ადამიანს ქმედებისკენ, ქმნადობისკენ, რისკისკენ, ნაბიჯების გადადგმისკენ და აქტიურობისკენ. სხვა შორის თვითონ ტაროს დასტა, რომელიც ალისტერ კროულის მიერ არის, ალისტერ კროულის დასტა, ეს თოთის ტაროს დასტას გულისხმობ. ჩანს იმედია, ეს არკანი სპეციალურად მოვამზადე, ეს არის არკანის სამსჯავრო, სადაც აი ესეთი გარსის სახით არის სწორედ მოცემული, ესეთი ლურჯი ფონი, მუქი ლურჯი ფონი მოცემულია სწორედ არკანი, უფრო სწორედ ნუითის, ქალღმერთ ნუითის ენერგიებია აქ მოცემული, ანუ ცის ვარსკვლავიანი ცის ქალღმერთის. და სხვათა შორის ამ არკანს, რომელსაც ჰქვია ეონი, ესეთი აღწერა აქვს, ანუ ესეთი ავტორი ვიცით ჩვენ გერტ ზიგლერი, რომელსაც ძალიან საინტერესოდ აქვს მოცემული და აღწერილი ეს სურათი. და ნუითზე საუბრობს ის, რომ მას ნუითს, ქალღმერთ ნუითს ცაში ღამე შემოჰყავს, რომ ვარსკვლავებმა იკიაფონ, ხოლო დღისით მზე მიმალავს მას. მისი თანამყოლია ჰადითი, ფრთაშესხმული ცეცხლის სფეროს სახით გამოხატული. აი ეს წითელი ფონი რაც არის. იგი ყოვლის მხილველი მზერის განსახიერება, როდესაც ერთდროულად ყველაფერს წვდები მზერით. მათი შერთვა კი ყრმა ჰორუსს შობს, რომელიც ორბუნებიანი ღმერთია. ერთდროულად იგი პასიურ და აქტიურ ბუნებას ფლობს.
ჰორუსის თვალი აბსოლუტურად ყველაფერს ხედავს. შეუძლია განჭვრიტოს რა არ ღვევს კეთილხმოვანებას. მისი ცხადი გარეგანი ფორმა საფუძველია ყველა გარდამტეხი ძალისა. ასეთ ღრმა აღქმას დაყრდნობილი გარდატეხა შესაძლებელია უფრო მეტად მოტივაციასა და შთაგონებას მიემართებოდეს, ვიდრე რაიმე გმობას. გამჭრიახობა, რომელიც ჭეშმარიტი სამყაროდან გამომდინარეობს, დოგმებისგან თავისუფალია. ესეთი საინტერესო აღწერა აქვს ამ არკანისა გერც ციგლერს თავის ნაშრომში ტარო როგორც სულის სარკე. მოკლედ მიმივხვდით ალბათ, რომ ჯგუფი დატვირთული იქნება ეზოთერული შემეცნებითი თემებით, ლაივ ჩარტვებით, პრაქტიკული ოკულტურის ავარჯიშოებით, ენერგეტიკული ავარჯიშოებით, მცირე რიტუალებით, ასევე რუნული ფორმულების შესახებ სწავლებებით. და ვფიქრობ, საინტერესო ფორმატი იქნება თქვენთვის, ვინც დაინტერესებული ხართ ზოგადად სულიერი განვითარებით და შემეცნებით. ყოველ შემთხვევაში, ნუითის სამყაროში იქნება ეს ჯგუფი, იქნება სივრცე, სადაც ჩვენ ადამიანებს შეგვეძლება ჩვენი ქმედებით, ჩვენი ნაბიჯებით განვითარდეთ, გავძლიერდეთ და ავიდეთ, ასე ვთქვათ, შემდეგ საფეხურზე, ხო, სულიერი ფიზიკური განვითარების შემდგომ საფეხურზე. ეს დატვირთვა ექნება ჯგუფს. ეს მინდოდა რომ მე თქვა თქვენთვის, ჩემო ძვირფასო მსმენელებო, მე როდესაც დავასრულებ ლაივს, აუცილებლად ჯგუფის ლინკს მისამარს დაგიტოვებთ კომენტარების ველში და ვისაც სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეკვესტები ჯგუფში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.